მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ისევ და ისევ უმაგრესი სიახლეებით. ჩემი სახელი არის კიბორგა და როგორც ხედავთ, მე დღეს დავრიცხე 20,000 კოდ პოინტი. ეს არის საცხა $200 კოდ პოინტები. სანამ დავიწყებდე პირდაპირ openings, გთხოვთ მეგობრებო, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ და კომენტაროთ და გააქტიუროთ ზარის ღილაკი იმისათვის, რომ უფრო და უფრო მეტი სიახლეები შემოგთავაზოთ. რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილი თამაში ეს არის, Call of Duty mobile ვერსია. ჩვენ PUBG-დან გადმოვერთეთ ამ თამაშზე, ძალიან მრავალფეროვანი თამაში არის და ასე რომ ვთქვათ, დამევასა აქ ძალიან ბევრი რაღაცა და მაგიტო ვცდილობთ, რომ ესე პატარ-პატარა ოპენინგებით მოვხოდოთ, ესე იგი ჩემი პირადი სათამაშო აკაუნთი. ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ, გათამაშება მინდა შემოგთავაზოთ მეგობრებო ესეთი, რომ 5,000 გამომწერზე აუცილებლად ორივე თამაშზე, ანუ გულისხმობ PUBG Mobiles და Call of Duty Mobiles, ორივე თამაშზე გავათამაშებ მეგობრებო საწყა 5,000 უსების, PUBG-ში უსების რაოდენობას და აქ Call of Duty-ში კოდ პოინტების რაოდენობას. ვიმეორებ მეგობრებო, 5,000 გამომწერზე აუცილებლად გათამაშდება ეს რაოდენობები. დანარჩენ უფრო დეტალებს, ასე რომ ვთქვათ, როდესაც მივუახლოვდებით მაგ ციფრს გამომწერების, მაგ დროს შემოგთავაზებთ მეგობრებო უფრო დეტალურად, ასე რომ ვთქვათ, გათამაშების წესებს და პირობებს. ეხლა აქ აუცილებლად მე თქვენ გიჩვენებთ ისეთ რაღაცებს, რომ დამიჯერეთ მართლა, მაგრამ ის სიამოვნებთ. უმაგრესი სპინები არის, ეს განახლდა მეგობრებო, რამოდენიმე კვირის წინ განახლდა და ძალიან მაგარი რაღაცეები დაამატეს, ასე რომ ვთქვათ. ისეთი რაღაცეები, რომ დამერწმუნეთ, არ გექნებათ ბევრგან ნანახი. აი მაგალითად ეს ერთ-ერთი მითიკ სპინი მეგობრებო. აი ნახეთ რა უბრალოდ შეხედეთ. აქ უმაგრესი რაღაცეები დევს, ეს იარაღი ნახეთ, აი მაქსზე შეხედეთ, ეს ბაზიკ ფორმა არის, ბაზიკ ვერსია, ეგ ასე რომ ვთქვათ, მეორე ლეველი, მეოთხე ლეველი და შეხედეთ რა უბრალოდ. უმაგრესი იარაღი რა, ამას რო დავითრევ და ამითი რო ვითამაშებ და სნაიპერი ნახეთ რა, რაც ძალიან დამევასა. ჯერ ზუსტად არ ვიცი რომელ სპინს გავხსნი. ჯერ ეს შევათვალიეროთ მეგობრებო და მერე ვნახოთ, აბა ავირჩევ რომელიმეს. ყველა ძალიან მაგარი სპინები არის ეგეთები რა. ხო და ჯერ ვერ გადამიწყვეტია, იმიტომ ვამბობ, რომ ეს 20,000, ასე რომ ვთქვათ, კოდ პოინტი ჩვენ არ გვეყოფა იმისათვის, რომ ყველა სპინი გავხსნათ რა. აქ ძალიან ბევრი უნდა დარიცხო, რომ ეს ყველაფერი რომ გეიხსნას, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები იმას, რომ დავითრიო კაი რაღაცეები და ამ მაჩეტეს შეხედეთ ჩემი. აი ამას შეხედეთ. ეს არის ერთ-ერთი მითიკ სპინი მეგობრებო.
დალში აბა აქ რა ხდება ეს უკვე ტრანსფორმერები არის რა ტრანსფორმერების თემა გაიჩიტა რა აი შეხედეთ გევედით მეგობრებო galaktikიდან ვართ გასულები იმენა ეგეთი თემა არის იმ დეცეპტიკონები და ავტობოტები ალბათ ყველას გეცოდინებათ ამ ტრანსფორმერების თემაზე რა რეებიც არის აქაც უმაგრესი იარაღები აბა ვნახოთ რა შეუძლია ამას აუ ხო არ გადაობ შეხედეთ სიმონ აუჩე აბა ეს წითელი ვნახოთ რა იქნება მაგის არასწორის შეხედეთ უბრალოდ არა ამ ქვეყნიური რაღაცეები არის მეგობრებო იმენა არა ამ ქვეყნიური რაღაცეები იჩიტება აქანეს და ბოლოც ეს არის 1 2 3 4 მეხუთე არის ბოლო ესეც მითიკ სპინი არის მეგობრებო აი ნახეთ შეხედეთ უეჭველი ან მეორე სპინი გაიხსნება ან ეს ბოლო მეხუთე ან მეორე სპინი ან მეხუთე მე მგონი რომ გავხსნი კაროჩე მეორე სპინს რა იტოქში მაგით იდე ვიწყებ და მე თუ დაგვრჩა რამე უსების კი არა და კოდ პოინტების რაოდენობა მე უკვე ვნახოთ კაროჩე ამ ბოლოს მითიქსაც დაუბრუნდები რა თუ შევძელი არ ვიცი აბა ვნახოთ აი ამაზე მაქვს მეგობრებო საუბარი კაროჩე ეს სეტი დამევასა ძალიან და რა თქმა უნდა აი ეს სნაიპერი რა თქმა უნდა აბა მოდი 30 კოდ პოინტით კაროჩე ვიწყებთ წევიდა სიმონ და დავაგდეთ კაროჩე ეს ან იარაღის საკიდი არის ან ჩანთის მე მგონი იარაღის საკიდი არის რომელსაც ესე რომ ვთქვათ კომპასი არის რა იტოქში აბა გედევედით 80 კოდ პოინტზე ოპა ეგ არის ლობი არის თუ რაც ხას ბანერი არის რა ასე რომ ვთქვათ აბა 120-მდე ვიწიეთ აბა მოდი ეს სეტი კი არა და ემოცია დავითრიეთ მეგობრებო რა აი ხედავთ გვირგვინის ეს არის ემოცია
300 კოდ პოინტს ვურტყამთ უკვე. ოპა და ესეც არის გრინეიდი რა შეხედეთ. ამას რო გეიხსნი კი არა და იმენა ამას მარტო ხელში რო დეიჭერ ამ თამაშში კაროჩე და ეგრე რო დაგინახონ დამერწმუნდეთ სულ ყველა მოთამაშე გეიქცევას იმო იმენა ეგეთი არის. აბა მოდი ბიჭო სეტი გვინდა, იარაღი გვინდა, მაჩეტეც რა თქმა უნდა ძალიან მაგარი არის. ძალიან მაგარი მაჩეტე, კაროჩე. აუცილებლად ჩაიწერება მეგობრებო თამაშის ვიდეოებიც რა, აქ მაქსიმალურად დავამოღამე პატარ-პატარა რაღაცეებს და სხვადასხვა რეჟიმებზე ჩაუწერ კაროჩე თამაშის ვიდეოებსაც და ეს ჩვენი პატივცემული საფრენი რა. ოკეი. 1300 კოდ პოინტი, სნაიპერი გვჭირდება უეჭველი და აი ეს დანაც რა. მოდი ბიჭო, მოდი 1 2 3 4 რაცხა დაგვრჩა მეგობრებო, გასახსნელი აქ. 4 რაცხას. აბა მოდი კაროჩე. აბა მოდი ბიჭო. 1300 კოდ პოინტი და წამოვიდა სიმო დანა შეხედეთ. ოკეი 2400 კოდ პოინტი არის შემდეგი. აჰა სნაიპერი დააგდე აბა შეხედეთ ჩემი ხო არ გადაობს. აი შეხედეთ უბრალოდ. ანუ ეს როგორც დავაკვირდი მეგობრებო ამ სპინს კაროჩე აქ ეგეთი რაღაცას ხსნის რომელიც აუცილებლად არის დარჩენილი რა. ანუ რაც გასული არის მაგი არ იხსნება თუ არ ვწდები მაგ პრინციპით ათამაშებს. აი 3400 კოდ პოინტს დავარტყამთ ეხა და ვნახავთ რა ან იარაღი მოგვივა ან სეტი მოგვივა კაროჩე. ამ ორიდან ანუ ეხა დათმაზე ერთი უეჭველი მოგვივა სიმო. რაც დავაკვირდი ეგეთი პრინციპით ათამაშებს ანუ რაც დარჩენილი არის მაგასი დოგში, ხო? აი მაგორზე ტრიალებს როგორც ხედავთ და სეტი მოგვივიდა რა ამ შემთხვევაში 3400 კოდ პოინტად შევიძინეთ სეტი. და ბოლო 5800 კოდ პოინტი და დაიხურება კაროჩე ეს ჩვენი მითიკ სპინიც მეგობრებო. 5800 კოდ პოინტი და იარაღიც მავიდა სიმო. აუ შეხედეთ. ამითი ძალიან გავისწორებ კაროჩე თამაშის დროს მეგობრებო დამერწმუნეთ. დავხურეთ ესე იგი სპინი კაროჩე დაიხურა. აქ რაცხა მეორე გახსნა და ეს უკვე ბარათები არის სიმო ალბათ ამის გასამარიაჟებლად იქნება სავარაუდოდ. ასე თუ ისე 5270 კოდ პოინტამდე ჩამოვედით. ანუ რა გამოდის სიმო საძღად 15000-ში დევითრიეთ რა. 15000-ად ერთი მითიკ სპინი დავხურეთ მეგობრებო რა. ესე გამოვიდა საბოლოოდ. ეხა ამ 5270-ით ბოლო მითიკ სპინსაც იმას ვიზამ რა. გავუგრძელებ ბოლომდე რა თქმა უნდა ეს მეორე მითიკ სპინი არ გეიხსნება რა. აქ ეს კატანა
გვაქვს ჩვენ დათრეული რა და პატარა რაღაცეებიც ეხა დეემატება რა. აი ეს შეიძლება ბაბოჩკა და ნადეემატოს. იმოდა ვნახოთ აბა 80 კოდ პოინტით რას ვიზამთ. ოკეი. აბა 120 კოდ პოინტი. ეგ ბაბოჩკა დანა კაი იქნება და საკიდი არის ეს. ხო, ეს იარაღის საკიდი არის, ასე რომ ვთქვათ. აბა მოდი 300 კოდ პოინტი. ოპა, სნაიპერი ხო არ დავუცინო. ჯერ არ ველოდი რომ ამ იმაზე სნაიპერს დამიგდებ და უფრო ბოლოსკენ ველოდი, რასაც დიდი კოდ პოინტების რაოდენობა ჭირდება. მარა დაგვიგდო, უფრო ადრე დაგვიგდო, ასე რომ ვთქვათ, ვიდრე ველოდი მეგობრებო და ეგ რა თქმა უნდა კარგი არის და აი ეს ნაგანიც თუ მოაპოლას იმო ვაფშე ხო უმაგრესი იქნება რა. ნახოთ, აბა ვნახოთ. წევიდა. ოპა, ბაბოჩკა დანას. ამას შეხედეთ. ოკეი, აჰა 800-ის. ემოციაც დავიმატეთ რა, კარგი არის. რა თქმა უნდა, კარგი არის. ეს ვიმეორებ ეგეთი რაღაცეები არის, რომ ფასიანი, კაროჩე, დარიცხვის გარეშე, ესენი ვერ გაიხსნება მეგობრებო. შესაბამისად, ყველა მოთამაშეს ეს არ ექნება და ჩვენი აკაუნთი აუცილებლად გედეიქცევა როგორც ტოპ აკაუნთი რა. აი ეგეთ დონეზე უეჭველი მივიყვან. 1300 კოდ პოინტი ეხა აქ ბოლო დარტყმა იქნება სავარაუდოდ ჩემი. ვნახოთ აბა მაგ 4-დან რას დააგდებს. და აი ნაგანიც დავითრიეთ მეგობრებო. ეგ ზედა არ ვიცი აქ რატო დაამატეს, კაროჩე, ეგ ზედ რაც უყენია მაგი რა. ერთიან სკოუპს გულისხმობ რა, ჩემი აზრით ზედმეტი არის ეგი ნაგანისთვის. თამაში კიდე მესმის რა, რომ დეიჭერ მაშინ, რომ დაამატო ეგ სკოუპი, მაგრამ აქ მე მგონი ზედმეტი არის, მაგრამ მაინც არა უშავს რა თქმა უნდა და 303 რაღაცა დაგვჭა მეგობრებო ჩვენ აქ. მხოლოდ ეს იარაღი, კაროჩე, იარაღის სეტი და ეს გრინეიდი დაგვჭა რა. მხოლოდ აქ გასახსნელად დანარჩენი მაქსიმალურად ყველაფერი. დავაგდეთ 2170 კოდ პოინტი და ამითი რა გავაკეთო რა, ტრანსფორმერებსაც მინდა, კაროჩე, 1-2 რომ მოვსინჯო რა ამ სპინზე. რა ხდება აქანე, ერთი ძალიან მაინტერესებს რა თემა არის ეს. აბა ეს ვნახოთ, 10-იანი გახსნა 1200 კოდ პოინტი. აბა მოდი სადახის. ოპა, ვეტფრენი, ეს გამარიაჟებულიც აყვავს და ეს უბრალო რაღაცა დაგვიგდო. ოპა, მანქანაც წამოვიდა. ეს რა არის? კიდევ ერთი იარაღი. ხო, ბევრი რაღაცა დააგდო რა, იტო. 10-იანი გახსნა არის. აქ რა ხდება? ნუ ასე თუ ისე მეგობრებო, აი ამ ბარათებით ამოვწურავ ამ კოდ პოინტების რაოდენობას. ეს ბარათები, რომელიც მაგ იარაღის
გასამარიაჟებლად აუცილებლად და მჭირდება 160-ად იხსნება კაროჩე თითო რა. აბა მოდი 50-იანი 80-იანი ეგენი შეუძლია რომ დააგდოს რა თქმა უნდა რაოდენობაზე. ოკეი. აჰა 210 გადაგვრჩა და ამოვწურეთ ასე თუ ისე ეს ყველაფერიც რა. ძირითადად მეგობრებო ეს ერთი მითიკ სპინი რომელიც დაიხურა, მეორე მითიკ სპინი რომელზეც ამ სამი რაღაცის გარდა ყველაფერი გავხსენით, ცოტა ტრანსფორმერებზეც ასე რომ ვთქვათ გევითამაშეთ და სულ ეს იყო დღეისათვის ჩვენი კოდ პოინტების რაოდენობა. იხედავთ რომ 20,000-დან ჩამოვედით 50 კოდ პოინტზე. აქ აუცილებლად მეგობრებო დაირიცხება უმაგრესი კაროჩე კოდ პოინტების რაოდენობები. ეს სამომავლოდ იქნება რა. პირველად ამ თამაშს გულისხმობთ 15,000-ზე ვიწყე ახლა კიდო 20,000 და ესე რაოდენობებს აუცილებლად მოვუმატებ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ორივე თამაშზე ეს არის PUBG Mobile და Call of Duty Mobile სადაც გათამაშდება 5,000 უსებისა და კოდ პოინტების რაოდენობა. ეს აუცილებლად იქნება მეგობრებო 5,000 გამომწერზე, როდესაც ავალთ დანარჩენ დეტალებს, ასე რომ ვთქვათ, შემდგომ პერიოდში აუცილებლად შეგახსენებთ რა, გათამაშების წესებს ვგულისხმობ. დღეისათვის კი სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ.